ღია პროტესტის კვირეული რა ისწავლეს 53 სკოლის მოსწავლეებმა მიმდინარე კვირას. საპროტესტო სასწავლო პროგრამა პედაგოგების გამოსვლები და 100%-იანი დასწრება სოლიდარობის გაკვეთილზე. ვინ გაჰყვება გათავისუფლებულ დირექტორს სკოლიდან და დაემუქრა თუ არა სანიკიძის უწყება რამინაშვილის მხარდაჭერებს. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობის ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა, რომ გაქვთ სურვილი უპასუხოთ მოამბის შეკითხვებს. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი მომავალი კვირით. რას გეგმავთ, არის თუ არა გადაწყვეტილი უკვე რაიმე სიახლე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩართვისთვის. აუცილებლად გამოვიყენებ მე დღეს თქვენ ეთერს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ პედაგოგებს, რომ ორშაბათიდან განაახლონ სასწავლო პროცესი. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ შეწყდეს ბავშვთა უფლებების დარღვევა. განსაკუთრებით ჩემი წუხილი არის მე-12 კლასელების მიმართ, რომლებიც უნდა გახდნენ აბიტურიენტები. მათ გაცდენების გამო შესაძლებელია, რომ შეეზღუდოთ კატის გამოცდაზე დაშვება, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის მათ გახდნენ აბიტურიენტები. ძალიან მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ ამაზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან ეს იქნება ისეთი გადადგმული ნაბიჯი, რომელშიდაც შემდგომ ჩვენი დახმარება უკვე ვეღარ დავეხმარებით ჩვენი ძალიან მონდომების მიუხედავად. ძალიან ცუდი ფაქტები მოხდა, ძალიან მართული პროცესები მიმდინარეობდა. აქ არ არის საუბარი უკვე სამართლებრივ დავაზე, რომელსაც ჩვენ ვედავებით სკოლის დირექტორს, ყოფილ დირექტორს. საუბარი არის უკვე იმაზე, თუ როგორ მოვლენები როგორ წარიმართა, როგორ დავინახეთ, თუ როგორ ირღვეოდა პედაგოგის უფლებები, იმ პედაგოგის უფლებები, რომლებიც ცდილობდნენ გაკვეთილის ჩატარებას და რატომღაც ამაზე პრესა ნაკლებად საუბრობს და საუბრობს იმ პედაგოგებზე, რომლებიც არიან გაფიცულები. მე მინდა ვთქვა, რომ მონდომების შემთხვევაში თუ პედაგოგებს უნდათ, რომ დაბრუნდნენ და გაკვეთილი ჩაატარონ, ამაში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. ქალბატონ თამარ, თქვენ მოუწოდებთ პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებს, რომ დაბრუნდნენ სკოლაში. იგივე მოწოდება გააკეთა დღეს სკოლის ყოფილმა დირექტორმა. ანუ გამოდის, რომ ორივე მხარე მოუწოდებს ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ სკოლაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება ორშაბათს. ფაქტია, მოსწავლეები ზარალდებიან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც თქვენ მიიღეთ და შემდეგ ამას მოჰყვა საკმაოდ მწვავე რეაქცია. რით გაამყარებთ თქვენს გადაწყვეტილებას და ხელმოწერას, რომ სკოლიდან გაუშვით დირექტორი? სასწავლო პროცესის დასრულებამდე 3 თვით ადრე. რა დარღვევები ჰქონდა მას? მე არ ვფიქრობ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას სჭირდება გამყარება, რადგანაც ეს ისედაც გამყარებულია ყველანაირი საჭირო დოკუმენტაციით. აუდიტის ჩატარებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც ძალიან მკაცრად გაწერილი არის დროში. ამ პროცედურების და ვადების დარღვევის უფლება არავის არ აქვს განსაკუთრებით სამინისტროს. სხვა შემთხვევაში, როდესაც წლის დასასრულის შემდეგ უკვე შემოწმდება ჩვენი უწყება სახელმწიფო აუდიტის მიერ. ანალოგიური ბრალდებები წარუდგებოდა ჩვენ სამინისტროს და რა თქმა უნდა მე, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირს. შესაბამისად, ამ პროცედურების ვადების დაცვით ქმედებების შედეგად დაიდო დასკვნა, რომელიც არის საკმაოდ მძიმე. აქ არის საუბარი სახელმწიფოებრივი ქონების არამიზნობრივად მოხმარებაზე, რომელიც არ ვფიქრობ მე, რომ საერთოდ ვინმეს აქვს ამის უფლება. და ის, რომ მე არ მოუწოდო კანონის დაცვა ჩვენს ქვეუწყებებს და განსაკუთრებით სკოლებს, მე მგონი, რომ თავისთავად არის დაუშვებელი. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს ლეგიტიმური და სამართლიანი. ჩემი ყველა ქმედება არის დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ ამ პრინციპებზე. ეს იყო სამართლებრივი დავა, რომელიც არის ჩვენსა და მყოფილ დირექტორის მოვალეობას შორის. ეს არ უნდა გამცდარიყო ამ ჩარჩოებს. სწორედ აქ ხედავ მე ამ ადამიანების ბრალეულობას, რომელთაც არ აცადეს იმ სამართლებრივ ორგანოებს, რომლებიც არიან ლეგიტიმური მსგავსი დავების გადასაწყვეტად, რომ ემოქმედათ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, რადგანაც ეს ცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს, უნდა დაბრუნდნენ პედაგოგები გაკვეთილზე და ჩაატარონ გაკვეთილები. ამისათვის არის მზაობა, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენ, რომ მათ ეფექტურად და ნორმალურ ვითარებაში გააგრძელონ მუშაობა. არანაირ ზეწოლას არ აქვს ადგილი, ძალიან კარგად იცით და არც ექნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. შესაბამისად, უნდა აუცილებლად ყველამ ვაღიაროთ და ავიღოთ ჩვენ თავზე ის პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია.
ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ მასწავლებლების პასუხისმგებლობა სწორედაც არის გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილს მათ მაგივრად ვერც მინისტრი და ვერც ერთი ministris სამინისტროს თანამშრომელი. გასაგებია, თუმცა ქალბატონ თამა, რატომ გაცდა ეს პროცესები დაუშვათ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენ მიიღეთ, საპროტესტო აქციები. რას ხედავთ ამ ყველაფრის უკან, რაიმე ქვეტექსტზე შეგიძლიათ თქვენ ისაუბროთ? მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესები არის ძალიან კარგად ორგანიზებული და მართული. ვისი მხრიდან? ვისი მხრიდან, ამას გაარკვევენ შესაბამისი ორგანოები. ამისი დანახვა იყო ძალიან ადვილი, ამისი შემჩნევა შეიძლებოდა შეუიარაღებელი თვალითაც. საუბარი არის იმ მაისურებზე და ტანსაცმელზე, რომლითაც შემოსილი იყვნენ ბავშვები, საუბარი არის მათი კვებაზე ზრუნვით და კიდევ ბევრი ფაქტორები, რომელიც შეგვიძლია ძალიან მარტივად დავინახოთ. ამიტომ, სწორედაც ამიტომ, პედაგოგები, რომლებიც მე ვიცი, რომ არიან კარგი პედაგოგები, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ორშაბათს. ხოლო კარგი თუ ყველა პედაგოგი, რომელიც ამ სკოლაში მუშაობს? მე ვფიქრობ, რომ პედაგოგი, რომელიც გააგრძელებს და შეასრულებს თავის მოვალეობას ორშაბათიდან, არის ყველა ღირსეული პედაგოგი. განსაკუთრებით ის პედაგოგები, რომლებიც ცდილობდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ ჩაეტარებინათ გაკვეთილები და რა მიიღეს მათ სანაცვლოდ თავიანთი კოლეგების მიერ დაცინვა, შეურაცხყოფა, ბავშვების გამოყენება, ჩართვა ამ ყველაფერში, სირცხვილის კორიდორების მოწყობა. ეს არის მიუღებელი. ამისი ინსტრუქცია და ამისი დავალება სამინისტროს არ გაუწია. ერთადერთი მოწოდება რაც იყო სამინისტროდან, რომ ვიმოქმედოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც არის ჩვენი მიზანი. ჩვენი საზოგადოება თუ არ იქნება კანონმორჩილი, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. თამა, როგორ ფიქრობთ თქვენ გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მომხდარიყო მინისტრსა და სკოლის პედაგოგებს შორის შეხვედრა მოსწავლეებთან ერთად და მათთვის მიგეწოდებინათ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? მოხდებოდა მსგავსი რამ, რაც ერთი კვირის განმავლობაში ვნახეთ. არასწორად არის დასმული შეკითხვა, იმიტომ რომ მოსწავლეებთან შეხვედრა აბსოლუტურად არარელევანტური და არანორმალურია. შეხვედრა პედაგოგებსა და განათლების სამინისტროს შორის შედგა. ამის შესახებ მათ განმარტებები მიეცათ. თუმცა, როდესაც მსგავსი პროტესტი მოხდა, ალბათ ამ შემთხვევაში გულისხმობთ მე, რომ შესაძლოა მოსწავლეებთანაც გახდეს საჭირო შეხვედრა. არავითარ შემთხვევაში მე აქ არ დაგეხმარებით. თავიდანვე დანაშაული იყო, რომ ამაში ჩაერთო საერთოდ მოსწავლეები და ამას ძალიან შეუწყვეს ხელი. შესაბამისად, ამისი გაგრძელება ამ რეჟიმში ნამდვილად დაუშვებელი იქნებოდა. პედაგოგებთან შეხვედრა მოხდა არაერთხელ. ყოველდღიურად რესურს ცენტრის ხელმძღვანელობა, სამინისტროში გარკვეული დეპარტამენტების წარმომადგენელი, ვინც უნდა ყოფილიყო იქ და ვისთანაც უნდა შემდგარიყო დიალოგი, ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებოდნენ იქ. პროტესტი და არ შეხვედრის სურვილი მხოლოდ ფიქსირდებოდა მათი მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა მაინც მოვახერხეთ. დღეს პედაგოგები აქაც იყვნენ მოწვეულები და ისინი არ მოვიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთანაც შეხვედრა თქვენ იცით, რომ ასევე შედგა, ჩვენ განვიხილეთ ეს თემები ყველაფერი და საზოგადოებრივი აზრი აბსოლუტურად არის ერთი და იგივე, რომ პედაგოგმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და არ უნდა იყოს ჩართული მართულ და პოლიტიზირებულ პროცესებში. ამაზე შევთანხმდით, ამის განცხადებაც გაკეთდა, მოწოდებაც გაკეთდა. ამიტომ მე მოველოდები, რომ ყოველივე აი ამ პროცესების, ამდენი განცხადებების, მოწოდებების, თხოვნების შესაბამისად, ჩვენი პედაგოგები ნამდვილად იქნებიან გონივრულები და დაბრუნდებიან და განაახლებენ სასწავლო პროცესს. ან თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის თუ როგორ არის შესაძლებელი რომ განახლდეს სასწავლო პროცესი. და კიდევ ერთი შეკითხვა, რა ასწავლეს მიმდინარე კვირას პედაგოგებმა მოსწავლეებს? შეგიძლიათ ერთგვარი მოკლე ანალიზი გავუკეთოთ ამ შეკითხვას და შემდეგ დაგემშვიდობებით. სამწუხაროდ პოზიტიური არაფერი და მე მგონი რომ ამას უკვე აანალიზებს უყველა. შესაბამისად თქვენი ნებართვით მე დეტალებში არ ჩავალ, რადგანაც ამის თვალყურის დევნება შესაძლებელი იყო და ერთადერთი რაც ცოტა უფრო გულდასაწყვეტია, რომ მედია საშუალებებით არ მოხდა იმ მასწავლებლებთან აქტიური კონტაქტი, ვისაც დღემდე სურვილი აქვს რომ ჩაატაროს გაკვეთილები და მზად არის ამისათვის. ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ნუ ვიქნებით მიკერძოვებულები ერთ მხარეზე და მოусმინოთ ყოველთვის მეორე მხარეს, რომელიც მზად არის, რომ პატიოსნად შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები.
დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ ველოდებით ორშაბათს და იმედია სასწავლო პროცესი განახლდება. თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრი, პასუხობდა მოამბის შეკითხვებს.